ძალიან დიდი დრო გჭირდება, რომ აი ეს წნეხი, აი ეს კომპლექსები, აი ეს როგორც თქვა, აი ამ ძალიან პატრიარქალურ და კონსერვატულ და რელიგიურ კულტურაში ქალებს რისი გავლაც გვიწევს ახალგაზრდა გოგოებს და ქალებს, რომ ამისგან განთავისუფლდე რა. საკმაოდ ხანგრძლივი სამუშაო არის და მგონია, რომ შეიძლება არც არასდროს არ სრულდება. სულ მქონდა ეს წასვლის სურვილი, სხვათა შორის ბავშვობიდან მინდოდა, რომ აი რაღაცნაირად მინდოდა, რომ ეს წავსულიყო და საზღვარგარეთ მესწავლა და რა თქმა უნდა, ამას სახელს ვერ ვარქმევდი რა იყო რა, აი რაღაცა გაქცევის სურვილი, ოღონდ ცხადია მაშინ ვერ იაზრებ, რომ გაქცევა. Tuningის პროგრამით აღმოჩნდი ლონდონში Digital Journalism Goldsmiths უნივერსიტეტში და ერთი წლით და დარწმუნებული ვიყავი, რომ დაუბრუნდებოდი. ანუ აი ეჭვიც არ მეპარებოდა. ეს ზუსტად მახსოვს ის მომენტი რა, რაღაც ალბათ 6 თვე იყო უკვე გასული, რომ ეს მომენტი მახსოვს, რომ სახლში მოვდივარ და უცბად მივხვდი, რომ უცბად გავიფიქრე, რომ მეთქი ეხა ეს 6 თვეში უნდა დასრულდეს და უნდა დავბრუნდე. და მეთქი არ არსებობს. სულ ამბობ ხოლმე, რომ მე აქედან არ გავქცეულ ვარ ჩემი სექსუალობის გამო, მაგრამ ამის გამო არ დავბრუნდი უკან რა. ნამდვილად ეგ იყო ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც გადავწყვიტე, რომ დავრჩენილიყავ, იმიტომ რომ დავიწყე ამის ბევრად უფრო ესე გააზრება და მიღება, რომ ქვიარი ვარ და არა მარტო ის, რომ ქვიარი ვარ და ამას ვამბობ. რაღაც მომენტში მივედი იქამდე, რომ ქვიარი ვარ და რა მაგარია, რომ ქვიარი ვარ. ანუ რაღაც მომენტში გიყვარდება შენი სექსუალობა და რაღაც მომენტში გეამაყება და გეკულება და განსაკუთრებით თავიდან, ანუ აი გინდა რომ აფრიალო ეს და აი ყველას უთხრა. ისეთი დიდია და ისეთი დიდი აღმოჩენა და ისეთი რაღაცნაირი განთავისუფლება არის რა და აი შენი სხეულის პირველად ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ესე იყო, პირველად გიყვარდება საკუთარი თავი და პირველად გიყვარდება შენი სხეული. რამდენიმე ქალი რო გადავიღე და რო ვაკვირდებოდი, თქვათ, მე რა მემართება ამ პროცესში, თვითონ გადაღების პროცესში რა, როცა ეს ქალი რაღაცა სინამდვილეში საკმაოდ მოწყვლადი, იმიტომ რომ ანუ გაშიშვლებულია სრულიად რა, კამერის წინ რო დგას, მაგრამ საკმაოდ ანუ მოწყვლადი, მაგრამ ასევე საკმაოდ დიდი ძალის მქონე ჩემი აზრით და მე რომელიც კამერის უკან ვარ და მინდა რომ გავქრე იმ სივრციდან ესეთი საშინელი სირცხვილის განცდა საშინელი ხერხულობის განცდა მიჩნდება მე თვითონ და მანდ მივხვდი რა რომ ეს იყოს საკუთარი სხეულის და სექსუალობის კვლევა იყო. პროექტი დაიწყო უბრალოდ თავიდან დავიწყე როგორც ლესბოსელი წყვილები შიშველი. და ამ ფიქრში და ლაპარაკში თქვა ჩემ girlfriend-თან და სხვა ადამიანებთან, უფრო განსაკუთრებით ჩემ girlfriend-თან მივედი იქამდე, რომ მე თვითონ უნდა ვიყო კადრში რა. ანუ ძალიან პირადული არის ეს პროექტი რეალურად ჩემზეა და იმაზეა, რომ რეპრეზენტაციულობის არარსებობაზე რა, საერთოდ ისეთ გარემოში რო იზრდები, სადაც queer gay არ ვიცი პირველად რამდენი წლის ვიყავი, რომ ჩემ მეგობრებმა მითხრა, რომ გეი ვარ. კაი, გეი ბიჭი კიდე კი. ანუ რაღაც 17 წლის ვიყავი, 18 წლის, როცა პირველი თქვა ჩემი მეგობარი დაკამინგ-აუტ და ჩემთან როგორც გეი, მაგრამ ლესბოსელი, ანუ ლონდონში წასვლამდე ლესბოსელ ადამიანს არ ვიცნობ. სკულპტურაზე მუშაობა იყო ანუ აბსოლუტური, აი თამაშით დაწყებული გამოცდილება. ის რაც თქვა ჩემთვის ფოტოგრაფიაში მიუღწეველია, იმიტომ რომ ყველაფერს ვერ მიაღწევ ფოტოგრაფიით, როცა შენს ხარ ამ ოთახში არსებობ და ამიტომ ეს ადამიანები ბოლომდე ვერ თავისუფლდებიან შენი იქ არსებობით რა. ამიტომ ყოველთვის იგრძნობა შენი იქ ყოფნა. აი აქ ეგ არ არის, ანუ აქ არის სრული თავისუფლება. მგონია რომ ჯერ ბოლომდე ვერ ვიაზრებთ რა სადამდე შეიძლება მივიდეს ეს აკრძალვები და მართლა რა ვიცი შევლენ ამ გალერეაში და ჩამოხსნიან ამ ნამუშევრებს თუ დაახურინებენ გალერეას თუ ანუ აი რა უნდა ქნან რომ ვთქვათ ჩემი queer მეგობარმა გადასარევი queer მეგობარი არტისტები რომლებიც ყოველდღიურად ბევრად უფრო მეტ რაღაცა წარმატებას აღწევენ თუნდაც ქვეყნის გარეთ, თუნდაც ქვეყნის შიგნით, შეიძლება უცბად საქართველოში ვეღარ შეძლონ თავისი არტის ჩვენება. ანუ როგორ უნდა შეძლონ ადამიანებმა ამ სივრცეში გადარჩენა? აქ არ მაქვს მარტო ლაპარაკი queer ადამიანებზე, ნებისმიერ ხელოვანზე, რომელიც რამ პოლიტიკურ განცხადებას აკეთებს, ეს საკმაოდ შეეხება. და ეცდებიან რომ ჩააჩუმონ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც რამენაირ კრიტიკულ აზროვნებაში გაღვივებაში იღებს მონაწილეობას, ეცდებიან რომ გააჩუმან. ვისაც ველაპარაკები და ვხვდები, არავის არ უნდა წასვლა. ანუ აბსოლუტურად არავის არ უნდა წასვლა. უნდათ აქ. არიან აქ და უნდათ ამ ქვეყანაში ცხოვრება რა და უნდათ აქ საქმის კეთება და მაგიტოა ბევრად უფრო გულდასაწყვეტი რომ შეიძლება რომ მოუწიოთ რომ წავიდეთ.
ჩემთვის როგორც არტისტისთვის აქაურობა და ეს სივრცე საკმაოდ მნიშვნელოვანია. საინტერესოა და ინსპირაციას ზუსტად აქედან ვიღებ საქართველოსთან, იმიტომ რომ აქ მოხდა ჩემი ყველანაირად განვითარება და ჩამოყალიბება ადამიანად და ქვიარად. და ძალიან მინდა ასევე დიდი სურვილი მაქვს რომ აქვე მოხდეს ამის უკან დაბრუნებაც რა ჩემთვის ჩემი გამოცდილებების როგორც არტისტის და მეც მერთმევა ეს სივრცე რა ანუ მე ჩემი გასაგებია რომ თქვა ჩემი ყოველდღიური გამოცდილებები იგივე არ არის რაც თქვენი მაგრამ ჩემთვის როგორც არტისტისთვისაც რომელსაც ეგონა რომ ვაუ პირველი გამოფენა მქონდა სოლო შარშან და რაღაცა იქნება დაალაგდეს და მისაღები გავხდი ამ სივრცისთვის მეც წამერთვა ეს სივრცე იმიტომ რომ ხო მე არ მეშინია თუმცა ხო ანუ მე არ მაქვს პრობლემა ჩემი გამოფენის ჩემი ნამუშევრების გამოფენის ანუ თვითცენზურის რას არ ვაპირებ არც ერთი მომენტი და არც ერთი წამით უბრალოდ მე არ ვიცი რამდენად სხვა გალერეები კურატორები და ასე შემდეგ გაბედავენ რომ ქვიარ ადამიანებთან ითანამშრომლონ